ჩვენებური. კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი წარმოგიდგენთ ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე. რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი საქართველოში? კრიზისიდან გამოსვლის გზები ახალი რეალობის პირობებში. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კომპეტენტური აზრი და გადაწყვეტილებები პირდაპირ ეთერში. ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე. მომავალი თაობის ბიზნესი. ჩვენებურზე. კასპერსკი. გააქტიური მომავალი. ძირფას რადიო მსმენელებო, უსმენთ ჩვენებურს, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვარ. დიახ, ეს პირდაპირ ეთერია და პირდაპირ გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. დღეს ხუთშაბათია, ტრადიციული დრო, როცა ჩვენი გადაცემა ბრუნდება ეთერში იმისთვის, რომ გააშუქოს მოვლენები ქართულ ბიზნესში, განვითარებული მოვლენები პანდემიის პირობებში და მოგეხსენებათ საკმაოდ მტკივნეული საკითხია ბევრი სფეროსთვის და დღეს გადავწყვიტეთ მოგვეწვია სფერო, რომელიც აქამდე გადაცემაში სტუმრად არ ყოლია, ეს არის ღვინის ბიზნესი. ყველაფერი ღვინის შესახებ. დღეს სწორედ ღვინოზე ვისაუბრებთ, რომელიც მე პირადად როგორც რიგით ქართულს ძალიან მიყვარს, მე ამაყება, მოდი ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ქართულმა ღვინომ არაერთხელ უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიციები, არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ეს მხოლოდ მისასალმებელია. და დღეს მოვიწვიე ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში არის ამ სფეროსთან შეხებაში, მისი მთელი საქმიანობა მხოლოდ ღვინოსთან არის დაკავშირებული. ეს ქალბატონი გახლავთ მარი ჭყოიძე, რომელიც დღეს ჩემი სტუმარია. მე წარმოგიდგენთ მას, ის გახლავთ კომპანია ვინოტელის, ასევე ქართული ღვინის გილდიის და რეზერვის მარკეტინგი და პიარი. ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და მარკეტინგის მენეჯერი. მარი, მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენებურზე. მადლობა. იმედი მაქვს განწყობა, ესეთია, პოზიტიური და ისეთი როგორც ქართულ ღვინოს შეეფერება. რომელი ღვინო უფრო უყვარს, აი ესე ღვინოში, ასე ვთქვათ, ღვინოსთან ახლო კონტაქტში მყოფ ადამიანს, საერთოდ მოდი აქედან დავიწყოთ დღევანდელი საუბარი. წითელი, ნახევარადტკბილი, მშრალი, თეთრი თუ როგორ უფრო საითკენ არის მარი, ასე ვთქვათ, მიმართული ღვინის მხრივ. სიმპათია. ქართული ღვინო ჩემთვის ნებისმიერი ძალიან მისაღები, საყვარელი და სათუთი არის, მაგრამ მაინც ჩემი საყვარელი ღვინო მაინც საფერავია. ქართული მშრალი. კი ბატონო, ანუ ქართული საფერავი აღნიშნეთ, აქ ალბათ განსხვავება არის ქართულსა და იგივე. არის სხვადასხვა ქვეყნებში არის საფერავი, მაგრამ ჩვენი ქართული საფერავი არის. ყველას ჯობია. ძალიან კარგი. მაშინ მოდით დავიწყოთ უშუალოდ თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე საუბარი ღვინოსთან მიმართებაში პიარი და მარკეტინგი, საკმაოდ ფართო მცნება, საკმაოდ ბევრ ადამიანთან გიწევთ შეხვედრა, ჩვენ ეთერს გარეთ საუბრობდით და ფაქტობრივად თქვენი ტელეფონი არ ჩერდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა, ბევრი სურვილები, ბევრი მოთხოვნა და ასე შემდეგ. სამი კომპანია ვახსენე, ეს არის ვინოტელი, ქართული ღვინის გილდია და რეზერვი. პირველ რიგში გაგვაცანით ეს კომპანიები. დავიწყოთ ვინოტელით, ნუ თუ ვიმსჯელებთ სახელწოდებიდან გამომდინარე, ეს არის ღვინო და სასტუმროს რაღაც კოჰაბიტაცია. ხო, როგორია ეს ყველაფერი და ნამდვილად სასტუმრო ბიზნესი არის თუ არა? ანუ ვინოტელი წარმოადგენს სასტუმროს, უნიკალურ ღვინის მარანს და რესტორანს. ვინოტელი ერთ-ერთი პირველი სასტუმრო იყო, რომელიც ქვეყნის გარეთ მოიპოვა საერთაშორისო აღიარებები და ცნობილი არის როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მემკვიდრეობითი მქონე სასტუმრო თავისი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ თვითონ კონცეფცია, მომსახურება, სასტუმროს მიმართულება ყველაფერი არის უმაღლეს და საერთაშორისო დონესთან შეფარდებით. ყოველთვის გვაქვს ხოლმე საერთაშორისო ჯილდოები, მიღწევები და პოპულარობი ვართ საერთაშორისო სტუმრებში. თქვენ როცა მე ამიხსენით, თქვათ ამ ვინოტელის კონცეფცია,
მოდი პირველ რიგში მისამართი ვახსენოთ, თბილისში სად მდებარეობს? თბილისში ახვლედიანი საღმართი, ელენე ახვლედიანი საღმართი ნომერ 4-ში, სასტუმრო ვინოტელი. ეს არის სასტუმროს ტიპის შენობა, რომელშიც ჩვენ დაგხვდება არა მხოლოდ სასტუმრო, არამედ რესტორანიც, როგორც ვიცი. რესტორანი, ლაუნჯი და ასევე უნიკალური მარანი. მარანი. ვითი არის მარანი უნიკალური? უნიკალური არის იქ შერჩეული ღვინის სელექციით, ასევე პირობებით, რა პირობებშიც ღვინო არის მოთავსებული, შენახული და მომხმარებელთან მიწოდებული. და ისტორიული მნიშვნელობაც აქვს ჩვენს მარანს, სწოროდითგანვე ეს შენობა ცნობილი იყო როგორც ღვინით მოვაჭრის სახლი და შესაბამისად კონცეპტუალობა და შინაარსი არ დაკარგულა და გაგრძელებულია. ძალიან საინტერესოა. ჩვენ ალბათ მომავალში ვისაუბრებთ თუ როგორი ბედი ეწია პანდემიის პირობებში სასტუმრო ბიზნესთან, მათ შორის ვინოტელს. თუმცა თვითონ იდეა რომ ღვინოს დაუკავშიროთ სასტუმრო ალბათ უფრო უცხოელებზეა გათვლილი, ხო? უფრო უცხოელებზე, სადაც ვაცნობთ ქართულ ტრადიციულ ჩვენ კულტურის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს, ღვინოს, მეღვინეობას, ვაგემოვნებინებთ და ავტარებს დეგუსტაციებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვისაც და ქართველი მეწარმეებისთვისაც. შეგვიძლია ვთქვათ, აი ვინოტელში მაგალითად რამდენი სახეობის ღვინოა წარმოდგენილი? 120 მწარმოებლის ღვინო გვაქვს წარმოდგენილი. ქართველი მწარმოებლების მხოლოდ. კი ბატონო. ძალიან კარგი. და მე როგორც ვიცი, ეს სასტუმრო და რესტორანი და ზოგადად ვინოტელი დაარსდა 2015 წლიდან ფუნქციონირებს. კი ბატონო, 5 წლის სტაჟი აქვს და ალბათ გამოცდილებაც საკმაოდ დიდი დაუგროვდა ამ შემთხვევაში. ქართული ღვინის გილდია ძალიან საინტერესო ჟღერს 2018 წლიდან დაარსდა. 2018 წლიდან დაარსდა ქართული ღვინის გილდია არის მევენახეობა მეღვინეობის სფეროში საკონსულტაციო საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ეხმარება როგორც მცირე მეწარმეებს თავის განვითარებაში, მაღალ ხარისხოვანი პროდუქციის წარმოებაში, ასევე სასწავლო პროგრამებით. გვაქვს სასწავლო პროგრამები აკრედიტირებული სახელმწიფოს მიერ. ამ ეტაპზე ორ პროგრამას მოვიცავთ. ეს არის ღვინის წარმოების ქართული ტრადიცია, ღვინის წარმოება ქართული ტრადიციული მეთოდებით და ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია. ორივე პროგრამა არის, სასწავლო პროგრამა არის სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებული. მსმენელებით წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებენ სახელმწიფო სერტიფიკატს ორენოვანს. ძალიან საინტერესო. როდიდან აქვს აკრედიტაცია ამ სასწავლებელს? აკრედიტაცია პანდემიამდე ჰქონდა სწავლების პროგრამები, მაგრამ პანდემიის დროს აპრილში მივიღეთ აკრედიტაცია, შესაბამისად კოვიდის პერიოდში უკვე რომ დაგვხვდეს ნება, რომ სწავლის განხორციელება შესაძლებელი იყო, დავიწყეთ განხორციელება და პირველი ნაკადი მივიღეთ ოქტომბრის ბოლოს. დღეს ალბათ ჯერჯერობით შეჩერებულია. არსებული პანდემიიდან გამო შესაბამისად 1 თებერვლამდე მოიცავს ესეთ სწავლება ისეთი არის, რომ ონლაინ რეჟიმზე დეგუსტაცია ცოტა გაგვიჭირდება. მარი, მოდი ამ თემაზე ცოტათი შევჩერდეთ. მე მინდა ესეთი კითხვა დავსვა, ახლა უცებ დავფიქრდი და მინდა თუ არა სწავლება ღვინის სფეროში. მე რა თქმა უნდა მჭირდება, იმიტომ რომ არც პაპა მყავს კახეთში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აი მათი ოჯახის ტრადიცია იმდენად დიდი სკოლაა და მართლაც თაობებიდან მოდის, რომ მათ არ სჭირდებათ ესე ვთქვათ რაღაც სწავლება, როგორ შექმნან ღვინო. აი რა არის თან ქართულზე გვაქვს საუბარი, ქართულ ტრადიციულ ესე ვთქვათ მეღვინეობაზე. რას სწავლობენ იქ ადამიანები ისეთ, რასაც ვერ გვასწავლის კახელი გლეხი? სწავლებები ორივე პროგრამაზე საკმაოდ ფართო არის და ჩაშლილი არის მრავალ მხრივ. ძალიან კარგი არის, რომ გვაქვს ტრადიციები, გამოცდილება, ოჯახი აწარმოებდა ღვინოს, გვყავს პაპა, მამა, მე რამდენიმე თაობა უკვე რომ მეღვინეობას ეწევა, მაგრამ ცოდნა დღეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ სწორად მიღებული განათლება ღვინის სფეროში არის აუცილებელი, რაც მე განაპირობებს სწორედ იმ ღვინის წარმოებას, რომელიც იქნება მოთხოვნადი, არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოთხოვნა ცოტა განსხვავებულ ღვინოზეა, ვიდრე ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ და წურავდნენ? უბრალოდ აი ტენდენციურად მოთხოვნა სხვანაირად არ არის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ყველა ის სიახლე, ყველა ის მიდგომა, ახალი მიმართულებები, მეტი სიახლეს ცოდნა არის საჭირო, რომ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენცია გაუწიოთ
ანუ ყველაფერთან ერთად ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს აი ამ ქართული ღვინის გილდიის ფარგლებში არ ჩამორჩეთ მიმდინარე სიახლეებს, ღვინის წარმოებასთან, ტენდენციები, სიახლეები, ახალი მიმართულებები ყველაფერში რომ იყვნენ თანმიმდევრულად გაცნობიერებულები. აი ამ გილდიის ვთქვათ სერტიფიკატით არის თუ არა შესაძლებელი დასაქმება რომელიმე ღვინის ქარხანაში, ან საწარმოში, არ ვიცი როგორ ხდება ეს პროცესი, თუ კი არის ამის პრეცედენტი. ანუ მოთხოვნა დღეს მეღვინე ტექნოლოგიებზეც და ასევე დეგუსტატორზეც, პანდემიიდან გამომდინარე ცოტა შეჩერდა, მაგრამ ზოგადად საქართველოში არის მოთხოვნა ამ პროფესიაზე და წარმატებით გავლილი აკრედიტაცია მიღებული სასწავლებლის შემდეგ სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სერტიფიკატი გაცემული, რომელიც უკვე წარმატებით ჩააბარა, გაიარა, ისწავლა ყველაფერი ეს, რაც ამ სწავლების 5 თვიან პროგრამაში და 3 თვიან პროგრამაში არის სხვადასხვა ვადები აქვს სასწავლო პროგრამებს. ამ ყველაფერს რომ გაივლის, ის უკვე მზად არის, რომ იყოს კარგად მოთხოვნადი კადრი, ასე ვთქვათ, ქართული ღვინის სფეროში. არის თუ არა თქვენი დაკვირვებით დეფიციტი ამ სახის კადრების საქართველოში? დეფიციტი არ არის, მაგრამ მოთხოვნაც დიდია და ანუ თანხვედრა ჭირდება, რომ რადგანაც მოთხოვნა იზრდება, რომ მიწოდებაც დაეწიოს შესაბამისად კადრების. ერთგვარად ვიზუალიზაცია მინდა ახლა მსმენელს დავეხმაროთ წარმოიდგინოს როგორ ხდება სწავლების პროცესი. ეს არის ჩვეულებრივი ეს თქო აუდიტორია, სადაც მიმდინარეობს ლექციები. სასწავლო ცენტრი, სადაც მიმდინარეობს კვირაში 3-ჯერ 2 საათიანი ლექციები, ასევე პრაქტიკული მეცადინეობა საწარმოში და დეგუსტატორის კურსის დროს ხდება უამრავი სახის როგორც ქართული, ასევე უცხოური უნიკალური ღვინოების გასინჯვა, შეფასება და მათი შესწავლა. შესწავლა, ძალიან კარგი სიტყვა ეს. სახელმწიფო დაგვეხმარა ძალიან ამ მხრივ, რომ სახელმწიფო დააფინანსა 25%. სახელმწიფო დაფინანსება აქვს მსმენელს 25%-იანი, რაც საკმაოდ დიდი შეღავათი არის მსმენელს. მე რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს, ამიტომ ციფრებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მინდა მსმენელ დავარწმუნო მსმენელი, რომ თანხები ჩვენ ეთერს გარეთ ვისაუბრეთ და საკმაოდ ხელმისაწვდომია შესაბამისად ეს კურსი მე ვთვლი რომ არა მხოლოდ იმისთვის რომ დასაქმდე, არამედ უბრალოდ შინაგანი კულტურის ცოდნის ასამაღლებლად ძალიან მნიშვნელოვანია და მე პირადად როგორც კი მოვიცლი, აუცილებლად გესწრებით როგორც აბიტურიენტი ამ შემთხვევაში, თან ღვინის დაგემოვნებად შედის თურმე ამ ყველაფერში. სად მდებარეობს ქართული ღვინის გილდია? ქართული ღვინის გილდიის სასწავლო ცენტრი მდებარეობს ქიაჩელის 28 ნომერში. თბილისში ჩვენი სასწავლო აუდიტორია გვაქვს. კი ბატონო, მოდით მესამე კომპანიაზე გადავინაცვლოთ ახლა ჩვენ, ესე იგი ვინოტელი იყო ერთი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ და ძალიან საინტერესო, ვინც ახლა შემოგვერთა მათ ვეთქვი, რომ ძალიან საინტერესო, ეს ვთქვათ, კონცეფცია სასტუმროსა და ღვინის, ასევე რესტორნის ერთობლიობის და მარნის, რაც მთავარია და დეგუსტაციების, ასევე საგანმანათლებლო ცენტრი, შემეცნებითი ცენტრი, ეს არის ქართული ღვინის გილდია, რომელიც 2018 წლიდან ფუნქციონირებს და მესამე კომპანია, სადაც მარია ასევე მარკეტინგი და საზოგადოებრივი ურთიერთობების მენეჯერია, ეს არის საკმაოდ საინტერესო, ასევე არანაკლებ საინტერესო რეზერვი. აი რას გულისხმობს სიტყვა რეზერვი, რატომ მაინც და მაინც რეზერვი და როგორია მისი, ესე ვთქვათ, შინაარსი. რეზერვი არის სადეგუსტაციო სივრცე, ღვინის მაღაზია, სადაც თავმოყრილი არის ქართველი მწარმოებლების ცნობილი, მცირე მეწარმეების გამორჩეული ღვინოები და ასევე გვაქვს უცხოური ძალიან გამორჩეული ღვინოები. ანუ არა ყველა, ხო? ანუ სელექციით ხდება ღვინის მიღება ჩვენთან და ასევე არის წარმოდგენილი ჩვენს მაღაზიაში ძალიან ცნობილი უცხოური ღვინოები სხვადასხვა კონტინენტებიდან ძალიან ცნობილი დიადი ღვინოები, ასე რომ ეძახით, რაღაც ესეთი დიადი ღვინო. კი, არის ასეთი ტერმინი ეს საკმაოდ საინტერესო. გვაქვს როგორც დაბალბიუჯეტიანი, ასევე საკმაოდ ძვირადღირებული. ანუ ამ სივრცეში ჩვენ, ესე ვთქვათ, შეგვიძლია ღვინის შეძენაც და ამავდროულად დეგუსტაციაც. პანდემიამდე ვატარებდით ხოლმე სადეგუსტაციო სივრცეში, იყო სხვადასხვა ღვინოების წარდგენა, მწარმოებლებთან შეხვედრა, გაცნობა მწარმოებლების
ვაწყობდით სხვადასხვა ქვეყნის ღვინოების გაცნობასაც, ასევე გვაქვს უნიკალური ენომატიკები, რაც გულისხმობს, რომ ღვინის მოყვარულს და ღვინით დაინტერესებულ პიროვნებას შეუძლია, რომ არამთლიანი ბოთლით მოახდინოს ღვინის შეძენა, თქვა პორციულად შეიძინოს ღვინო გასინჯოს. არა, ჩოლოდ ენომატიკა, რომელიც ინახავს სპეციალური აპარატია, რომელიც ინახავს ამ ღვინოს და მისთვის სასურველი დოზით, ანუ 150-200 გრამით შეუძლია გასინჯოს და დააგემოვნოს და იმის შესაბამისად გადაწყვიტოს მე შეიძინოს თუ არა ეს ღვინო. წაღება თუ შეიძლება ამ მცირე დოზის. არა, მცირე დოზით შეგიძლიათ რომ გასინჯოთ და აგემოვნოთ და გადაწყვიტოთ მე მოდი დავაზუსტოთ, რამდენი სახეობის ღვინოა რეზერვში წარმოდგენილი? რეზერვში საკმაოდ ბევრი, როგორც ქართული, ის როგორც თქვი, ასევე უცხოური და ცოტა მოგვიანებით უკვე გეგმებზე ვისაუბრებ, რომელიც ანუ არჩევანი აქ დიდია ფაქტობრივად. არჩევანი დიდი გვაქვს. კითხვად გამიჩნდა ესეთ, როცა თქვენ საუბრობდით, ასე ვთქვათ, დიად ღვინოებზე. მოდი, საქართველოს ცოტა ხნით რომ ასე ვთქვათ, უკანა პლანზე გადავწიოთ დროებით. და მსოფლიო მასშტაბით რომ შევხედოთ, თქვენი ღვინისეული გამოცდილებით, რომელი ქვეყანაა თუ ჩვენს დონეზე ან ჩვენზე შეიძლება მაღლაც იყოს, არ ვიცი, ღვინის წარმოების მხრივ. აი თქვენი შეფასება როგორია მსოფლიო ბაზარზე ღვინის წარმოებლების, რომელი ქვეყანა გამოირჩევა ხარისხიანი და გემრიელი ღვინოთ? საფრანგეთი. საფრანგეთი არის ლიდერი ფაქტობრივად. ლიდერი და ყოველთვის მაინც პირველ ეტაპზე მოთხოვნა ხოლმე ფრანგული ღვინო, იმიტომ რომ ყველას აინტერესებს ფრანგული ღვინის გასინჯვა, დაგემოვნება, შეფასება და მე ალბათ შედარებებსაც აკეთებენ ხოლმე. და ეს ძალიან კარგი არის, რომ ჯობია ფრანგული ღვინო ბევრად, მარი. არა, არ ჯობია. არა, აი აბსოლუტურად ქართველობა რო ესე თქვათ გადავდოთ გვერდზე. მიკერძოებულები რომ არ ვიყოთ, გულახდილად რომ ვთქვათ. ჩვენი ღვინო, ჩვენი ყურძენი, ჩვენი ტრადიციები მაძლევს იმის საშუალებას თქვა, რომ ჩვენი ღვინო არის უნიკალური. ძალიან კარგი. ძალიან მახარებს ეს გულწრფელი პასუხი. აი წარმოვიდგინოთ, საფრანგეთი გასაგებია, ისტორიულად ითვლებოდა, რომ ძალიან სერიოზულად უდგებოდა ამ საკითხს, მაგრამ თუ ყოფილა თქვენი მუშაობის განმავლობაში აი ესეთი აღმოჩენა, რომ აი დაუშვათ მიაგენეთ ისეთ ღვინოს ისეთი ქვეყნიდან, რომელიც თქვენთვის იყო სურპრიზი და არ ელოდით, რომ ამ ქვეყანაში შეიძლებოდა აი ესეთი ხარისხის ღვინო ყოფილიყო. არის შეიძლება ასე გამოვყოთ რომელიმე ქვეყანა? არა, ასე ვერ გამოვყავთ, იმიტომ რომ ჩვენთან უკვე შემოდის და გვაქვს ის პროდუქტი და ის ღვინოები, რომლებიც მსოფლიოსთვის ცნობილია. გვაქვს ჩილედან ღვინოები, ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან, თავისთავად იტალია, ესპანეთი. ავსტრალიური ღვინო ჩემთვის მაგალითად ისეთია უცხოხილია, იმიტომ რომ არასდროს გამისინჯავს და აი, მინდა რაღაც რეკლამასავით არ გამომივიდეს, მაგრამ მინდა ჩავშალო, რომ აი ასეთი სივრცეების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შედარება, შეფასება შეგვეძლოს უცხოური ღვინოების და ქართული ღვინოების ერთ სივრცეში, მათი შედარება და გემოვნური თვისებებითაც ენომატიკები ვახსენე, ამ ენომატიკში რომ შევიძენთ და დავაგემოვნებთ იქ როგორც ქართულს, ასევე შეგვიძლია უცხოური ღვინოც გავსინჯოთ და შევადაროთ, მაშინვე მყისიერად და უკვე მივხვდებით განსხვავებას, ან რას მოელოდით ქართული ღვინოდან, რა მივიღეთ უცხოური ღვინის დაგემოვნების დროს. ანუ ეს სიტყვაზე ქართული საფერავი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, თქვენი საყვარელი ღვინო და ჩემიც ერთ-ერთი ფავორიტი და ფრანგული. შეგვიძლია ერთ სივრცეში შევადაროთ. ერთ სივრცეში შევადაროთ. ერთი და იგივე ასაკის დაუშვათ ეს ღვინო. ხო, ასაკი ხა ზუსტად შეიძლება წელი-წელში არ იყოს, მაგრამ მიახლოვებული შეგვიძლია შევადაროთ და ყოველ შემთხვევაში ერთ სივრცეში ქართული და უცხოური ღვინო გავსინჯოთ, დავაგემოვნოთ და შევადაროთ შეგვიძლია ჩვენთან კი. ძალიან კარგი. ძალიან საინტერესო დიალოგი გვაქვს ღვინოზე, რაც ბევრისთვის ალბათ ქართველისთვის ძალიან ახლობელი თემა და ჩვენ ერთგვარად მე მიხარია რომ ნელ-ნელა დავიწყეთ აი ამ სასმელის დაფასება. საუბრობ იმას რომ იყო რაღაც ძალიან ცუდი ტრადიცია ჩემი აზრით უზომოთ ღვინის დალევისა, გულისხმობ მამაკაცებს ძირითად შემთხვევაში. აი დღეს უფრო და უფრო ხშირად მხდება ქართულ სუფრასთან ძალიან დაგემოვნების, ესე ვთქვათ, ტრადიცია შემოვიდა ამ ბოლო პერიოდში და ეს მე ძალიან მახარებ. შეიძლება ჩემს ირგვლივ ხდება ასე და არ ვიცი სხვაგან როგორ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მისასალმებელია და უფრო და უფრო მე პირადად მომხრება რომ ღვინო დავაგემოვნოთ და გავიგოთ ზომიერად, რა თქმა უნდა, რამდენი ჭიქა იქნება ზომიერი, აბას მე ერთერს დავადგენთ. რაც შეეხება ზოგადად აუცილებლად უნდა გკითხოთ
სახელმწიფო ჩართულობის შესახებ. ღვინის ეროვნული სააგენტო არსებობს და აქტიურად არის ჩართული ღვინოსთან მიმართებულ საკითხებში. თქვენ როგორ შეაფასებით მათ მუშაობაზე, რამდენად არის თქვენი ურთიერთობა მათთან გადაკვეთილი ამ შემთხვევაში? გადაკვეთით არა, უბრალოდ მეგობრობთ, თანამშრომლობთ და ყოველ ცოცხალი ორგანიზმია ღვინის ბიზნესი, ღვინის სექტორი და ყოველთვის ვცდილობთ რომ ვიყოთ თანმიმდევრულები, ყოველთვის ვიყოთ ჩართულები იმ პროცესებში, რა პროცესებიც არსებობს სახელმწიფოს მარეგულირებელი ორგანიზაციიდან. ღვინის ეროვნული სააგენტო ძალიან დიდ როლს ასრულებს ღვინის წარმოების ხელშეწყობაში და მინდა ვთქვა რომ პანდემიის დროს ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ ყველაფერმა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული და ეხლაც მიმდინარეობს ძალიან ბევრ ქვეყანაში ონლაინ პლატფორმაზე ქართული ღვინის დეგუსტაცია და იქ ქართული ღვინის გაცნობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, ჩინეთში, ბრიტანეთში, ასევე ლატვიაში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. შექმნეს სპეციალური ონლაინ პლატფორმები, სადაც აცნობენ ქართულ ღვინოს, ესწრებიან ამ ონლაინ პლატფორმაზე მონაწილეობას იღებენ ღვინის ცნობილი მაგისტრები, ასევე ჟურნალისტები, რომლებიც მე ამ ღვინოზე ძალიან ბევრ საინტერესო სტატიებს წერენ და ქართული ღვინის ეროვნული სააგენტო ჩართული არის და მაქსიმალურს აკეთებს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, აი ამ პანდემიის დროს ჩაკეტილ სივრცეში. ძალიან მინდოდა ამ კითხვის დასმა და რახან ჩამოვარდა საუბარი, მოდი ახლა გკითხავთ, მაგრამ ონლაინ პლატფორმა და ღვინო რაღაც ცოტა ჩემთვის გაურკვეველია, როგორ შეიძლება ონლაინ ღვინის დეგუსტაცია მოვაწყოთ. ღვინო ფიზიკურად სად მდებარეობს და როგორ უნდა დავადეგუსტიროთ, როცა დავუშვათ ამერიკიდან გვერდება ადამიანი. ამ შემთხვევაში ღვინის ეროვნული სააგენტო ეხმარება მცირე მწარმოებლებს და ღვინის მეწარმეებს, იგზავნება ნიმუშები. ეს ნიმუშები წინასწარ და შემდეგ ჩართვის დროს ეს წინასწარ არის დაგეგმილი, გაწერილი, რომ პანდემიიდან გამომდინარე სხვა რეალობა შეიქმნა, როგორც ყველა მიმართულებაში ღვინის სექტორში სხვა რეალობა შევეჩეხეთ, იმის მაგივრად რომ მოლოდინი ქონდა, რომ გაიზრდებოდა ღვინის რეალიზება, შევეჩეხეთ სამწუხაროდ სხვა რეალობას, მაგრამ გამოსავალი სააგენტოსთან შეთანხმებით და სააგენტოს ხარდაჭერით აქაც გამოიძებნა, რაშიც ძალიან არიან ჩართულები, რომ ხდება წინასწარ დაორგანიზება, თუ სად ჩატარდება ღვინის დეგუსტაცია, ქართული ღვინის დღეები და გაცნობა, ხდება იქ ნიმუშების წინასწარი გაგზავნა და ყველა დეგუსტატორი, ვინც ამოწმებს, აფასებს და შემდეგ ამ ღვინოზე საუბრობს, ყველას აქვს წვდომა ღვინის ნიმუშთან, რომ გაასინჯოს და დააგემოვნოს. და ალბათ თქვენც აქეთ მხარე, ქართული მხარე, ესე ვთქვათ, ავაგემოვნებთ იქიდან გამოგზავნილ ნიმუშებს, ხდება ეს? არა. მხოლოდ ჩვენ ვაგზავნით. ჩვენ ვაგზავნით. კი ბატონო. რამდენად ჩვენ პანდემიის თემას დაუბრუნდებით რეკლამის შემდეგ, რამდენად არის აღიარებული ის, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო? აი ამას თუ აღიარებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მაინტერესებს. აღიარებენ, ეს აღიარებულია, გვაღიარეს და ძალიან ამაყი ვარ, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო. ჩვენ ღვინოზე ვსაუბრობთ, დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში და დაელოდეთ ძალიან საინტერესო საუბარი, როგორ განვითარდა ღვინის ცხოვრება პანდემიის პირობებში, სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ძალიან მალე, ეს მომავალი თაობის ბიზნესია. რეკლამა. უფასო ბილეთი კრისტალბეტზე. ყოველდღიურად დაადე ბილეთი უფასოდ. მოხდი ლიდერბორდებში, მოიგე წილი 400,000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან და უახლესი Range Rover-ი. კრისტალბეტი, მუდამ ნომერი პირველი. ეკოვუდი გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა ხის სარემონტო მასალებს, ციმბირული ფიჭვის, ლარიქსის, ლისტვენიცის, კოფიტის, მუხის და ტროპიკული ჯიშებისგან დამზადებული პროდუქციის დიდ არჩევანს. ჩვენთან ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ პოლონური წარმოების ალტაქსის ხის დასამუშავებელი ლაქები, ზეთები და საღებავები. გვესტუმრეთ ახალ მისამართზე, წყალსადენის ქუჩა 21, ტელეფონი 571 20 40 40, 571 20 22 22. ეკოვუდი, ხის მასალების ნომერ პირველი იმპორტიორი საქართველოში. ჩვენი ვებგვერდი ecovud.g. რადიო ჩვენებურის სარეკლამო სამსახური 2 38 18 90. რადიო ჩვენებურის პირდაპირ ეთერშია ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. გადაცემის სპონსორია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი. კასპერსკი
გააქტიურე მომავალი. მეგობრებო, შეგესწრებთ ჩვენი სპონსორი, გახლავთ კომპანია Kaspersky, რომელიც 97 წლიდან კიბერსივრცის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. კომპანია Kaspersky-ის ტექნოლოგიით დაცულია 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი, ემსახურება 270,000 კორპორატიულ კლიენტს და მსოფლიოს 30 ქვეყანაში ყავს ლოკალური წარმომადგენელი. დღესაც გათამაშდება პრიზი, საკმაოდ საინტერესო, რადიოსთან ძალიან ახლოს, ასე ვთქვათ, ახლო თემა ეს პრიზი, მე ძალიან მომწონს და განსაკუთრებით მომწონს ეს პრიზი, რომელიც აქ ჩემთან არის წარმოგდგენილი, თუმცა ეს ყველაფერი მოგვიანებით, როცა ჩვენ დავასრულებთ ღვინოზე საუბარს, მანამდე კი დაუბრუნდებით ჩემს სტუმარს. დღეს სამი ორგანიზაციის საზოგადოებრივი ურთიერთობის მენეჯერი და მარკეტინგის მენეჯერი არის ჩემი სტუმარი, ერთი ადამიანი, ეს არის მარი ჭყოიძე, ასე ვთქვათ, ჩემთვის ღვინის ექსპერტი, მაგრამ თვითონ თავმდაბალი ადამიანია, ვინოტელი, ქართული ღვინის გილდია და რეზერვი არის წარმოდგენილი დღეს ჩვენებურის პირდაპირ ეთერში. მარი, ჩვენ ვახსენეთ უკვე პანდემია, ვისაუბრეთ გაკვირით ამ გამოწვევაზე, თუმცა ტურისტული ბიზნესი სავალალო მდგომარეობაშია, ამას სახელმწიფოც აღიარებს, მთავრობა, ჩვენც ვხედავთ, ასევე სარესტორნო ბიზნესი, ჩემი ძალიან ახლობლების უამრავი რესტორანი არის დღეს დაკეტილ მდგომარეობაში და ფაქტიურად ვერ მუშაობს, იმიტომ რომ შეზღუდვების და ასე ვთქვათ, კონკრეტული მითითების გარეშეც ძალიან რთული ვითარება იყო მანამდე, ანუ 28-მდე რაც ხდებოდა, იმიტომ რომ უცხოელი სტუმარი არ შემოდის. აი, ძალიან მაინტერესებს, მოდი სამივე კომპანიასთან დაკავშირებით მინდა სათითაოდ ჩაგეძიო და გკითხო. როგორი გავლენა იქონია პანდემიამ 2020-მა ვინოტელის ცხოვრებაზე პირველ რიგში? რახან ვინოტელიდან დავიწყეთ? და რახან სასტუმროზე გვაქვს საუბარი? საკმაოდ რთული გავლენა იქონია, მძიმე გავლენა იქონია კოვიდმა სასტუმრო და ტურისტულ სექტორში. ჩვენც შეგვეხო, რა თქმა უნდა, რეგულაციებიდან გამომდინარე ქონდა საშუალება სახელმწიფოს მითითებით, როდის გავხსნილიყავით, როდესაც დაუშვეს სასტუმროების ფუნქციონირება და რესტორნის ფუნქციონირება. ეს იყო ზაფხულში გავიარეთ ყველა რეგულაცია, მოგვანიჭეს უფლება, რომ გავხსნილიყავით და ჩვენც გავიხსნით. ანუ ზაფხულში ჩვეულებრივად კოვიდ უსაფრთხოების ყველა წესის და რეგულაციის დაცვით და შესაბამისად გავიხსენით და მუშაობთ. იყვნენ, ასე ვთქვათ, მომხმარებლებიდან სტუმრები. მცირე რაოდენობით, მაგრამ უცხოელი. მცირე რაოდენობით, აი ძალიან მცირე, რაც ჩვენთვის იყო სიმბოლური იყო მართლაც, მაგრამ ის რომ არ გავჩერებულ ვართ და ზაფხულის პერიოდში ვიმუშავეთ და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მოხდა ყველა თანამშრომლის როგორც შენარჩუნება, ასევე მათი მხარდაჭერა ყველა მხრევ. ეს რაც შეეხება სასტუმროს ბიზნესს და რა თქმა უნდა რესტორანსაც. ანუ ამ დღეის მდგომარეობით ვინოტელი დაკეტილია? დღეის მდგომარეობით მთავრობის გადაწყვეტილებით, რადგანაც შეიზღუდა სასტუმროების და სარესტორნო ბიზნესი, ჩვენც დაკეტილები ვართ 1 თებერვლამდე, თუ რამე შეიცვალა მანამდე გაგვიხარდება. ძალიან ცუდი სხვათა შორის და ძალიან სამწუხარო, თუმცა სხვა გზა არ არის. ქართული ღვინის გილდია, ეს არის სასწავლო შემეცნებითი ცენტრი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ პირველ ნაწილში გადაცემის. რა ხდება სწავლების მხრივ? ხომ არ იყო მცდელობა გადასულიყავით დისტანციურ სწავლებაზე, თუ იყო ამის საშუალება და საერთოდ თუ არის შესაძლებელი ღვინოზე, ესე ვთქვათ, განათლება მივიღოთ დისტანციურად, არ ვიცი. ორი პროგრამა გვაქვს სასწავლა, ერთი მოიცავს დეგუსტაციას, მეორე მოიცავს ქართული ტრადიციული ღვინის წარმოების ქართული ტრადიციული ტექნოლოგიის შესწავლას. ორივე სწავლებაზე თეორიული შესაძლებლობა არის, რომ გადავიდეთ ონლაინ მეცადინეობაზე, მაგრამ გამომდინარე სპეციფიკიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პროგრამა მოიცავს პრაქტიკას, ანუ ერთი შემთხვევაში საწარმო პრაქტიკას, მეორე შემთხვევაში ღვინის დეგუსტაციას, გადავწყვიტეთ, რომ დროებით 1 თებერვლამდე შევაჩეროთ სწავლება და მერე განვაგრძელოთ, რაც ონლაინ სწავლების პლატფორმა ამ მიმართულებით ჩავთვალეთ, რომ არ იქნებოდა სრულფასოვანი და ვერ მიიღებდა მსმენელი ისეთ შესაფერის ცოდნას, რაც უნდა ქონდეს. ღვინოსთან შეხებაა საჭირო, ჩემი აზრით. შეხება, გასინჯო, დეგუსტაცია. აქ მინდა დავაზუსტო, თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს საკმაოდ ახალგაზრდაა ჩვენი გილდია ღვინის და პირველი კურსი
თქვენ გქონდათ ესე ვთქვათ შუა პანდემიის პროცესში, ხომ ასე სწორად განსაკუთრებით სწავლო პროგრამები, რომლებიც აკრედიტაცია გაიარა სახელმწიფოს მიერ, დიახ, პანდემია, როდესაც შეგვეძლო უკვე რომ სწავლის პროცესები განახლებული იყო, ანუ ოქტომბერში მივიღეთ პირველი ნაკადი და სამწუხაროდ შეჩერება მოგვიწია ახლა შესაბამისად შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. თორე არსებული პროგრამები მანამდეც ჰქონდა წინა წლებში ვახორციელებდით, მაგრამ უკვე აკრედიტირებული წელს მივიღეთ პირველი ნაკადი. ძალიან კარგი. და მესამე ეს არის რეზერვი, ამ შემთხვევაში ალბათ პირველთან არის პირდაპირ კავშირში, იმიტომ რომ აქაც დეგუსტაცია ხდება ალბათ უცხოელებისთვის ძირითადად. არა, ქართველებისთვისაც, ანუ მომხმარებელი, ჩვენი ქართველი მომხმარებელი საკმაოდ ხშირად კი, დაინტერესებულები არიან, აინტერესებთ და ბევრი მომხმარებელი როგორც უცხოელი, ასევე ქართველიც ყავს, მაგრამ პანდემიის განმავლობაში ისევე როგორც ყველა სექტორს და ყველა სფეროს ჩვენ შეგვეხო, მაგრამ აქაც ვაგრძელებთ ონლაინ გაყიდვებს, ვინარჩუნებთ თანამშრომლებს და ვემზადებით ძალიან საინტერესო გეგმებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზაა ვინარჩუნებთ თანამშრომლებს. ანუ ამის საშუალება არის და ეს მისასალმებელია, თუმცა ყველას არ ძალუძს და ფაქტიურად ძალიან ბიზნესის 90%-ს მოუწია თანამშრომლების უხელფასოშუებლებაში გავშვება და ასე შემდეგ. თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ ყველა ის თანამშრომელი, რომელიც დღეს უმუშევრად დარჩა, დაიბრუნებს საკუთარ პოზიციებს უახლოეს მომავალში. მარი, არ შემიძლია არ გკითხოთ ზოგადად პანდემიის გავლენაზე ღვინოზე. ანუ დღეს რა მდგომარეობაში, ანუ ეს სამი კომპანია გასაგებია და სამწუხაროა, რომ ყველა ფაქტურად სამივე პარალიზებულია, რეალურად შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ღვინოს რამდენად შეუშალა ხელი ღვინის განვითარებას, გატანას ექსპორტზე თუნდაც, აი გვაქვს ამ ისეთი მონაცემები, რომელზეც შეგვიძლია ჩვენ დღეს საუბარი. როგორც მოსალოდნელი იყო ღვინის სექტორით, ახალი კორონა ვირუსის პანდემიის დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა ყველა სექტორი, აქაც სხვა რეალობა შეეჩეხა, ნაცვლად იმისა, რომ ზრდას ველოდებოდით, შეფერხება, რა თქმა უნდა, ისე ვერ ხდება ღვინის რეალიზება, მაგრამ ტენდენციურად მაინც აი ბოლო 10 თვის მონაცემებით, საექსპორტო მონაცემები, ანუ ექსპორტზე მაგალითად საუბარი, ბოლო მონაცემებით შეინიშნება მცირეოდენი ტენდენციას ვინარჩუნებთ. ანუ რაოდენობრივად შენარჩუნებულია ტენდენცია ზრდის, მაგრამ შემოსავალი ღვინის რეალიზებიდან მიღებული შემოსავალმა დაიკლო, რადგან პანდემიიდან, მსოფლიოში არსებული ეკონომიკური და პანდემიიდან გამომდინარე სიტუაციიდან მოსახლეობა უფრო იაფ ღვინოს ირჩევს და შესაბამისად ეს თანხობრივად, ანუ რეალიზებიდან მიღებული ციფრებით თანხებში უფრო შემცირებულია. ეს ხდება განვითარებულ ქვეყნებშიც? განვითარებულ ქვეყნებშიც კი. ეს ექსპორტზე თორე რაც შეეხება შიდა მოხმარება, რადგან ღვინის ბიზნესი და სექტორი დამოკიდებული არის ტურისტებზე, დამოკიდებულია სარესტორნო ჰორეკა და სარესტორნო კაფე-ბარებზე, ასევე პანდემიიდან გამომდინარე 60-70% არის შიდა მოხმარების პარტნა სამწუხაროდ. 70%-ამდე დაეცა ღვინის მოხმარება საქართველოში. ექსპორტს რაც შეეხება, ესე იგი, ვარნა არ გვაქვს, თუმცა არის რაოდენობით, ხაი, ვინარჩუნებს ის ტენდენციას, უბრალოდ თანხობრივად არის იმის ხარჯზე, რომ ადამიანები უბრალოდ ვერ აძლევენ თავს უფლებას შეეძინონ ძვირადღირებული ღვინო, ანუ ფუფუნების საგანი გადაიტანეს, ესე ვთქვათ, უბრალოდ უფრო დაბალფასით. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არც ის ღვინო არ იქნება მათთვის რაღაცა ქართული ღვინო არის ცუდი და უხარისო. კი ბატონო, საერთოდ როგორ შეაფასებდით, სანამ კიდევ ერთ საკითხს შევეხები, რომელზეც აუცილებლად მინდა საუბარი, ესეთი კითხვა მაქვს, ჩვეულებრივი რიგითი ღვინის მოყვარულისგან, საერთოდ როგორ შეაფასებდით ღვინის განვითარებას საქართველოში, რამდენად სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესი და თვლით თუ არა, რომ სჭირდება პროცესის დაჩქარება და ჩართულობა იგივე სახელმწიფოდან უფრო მეტი დოზით, ვიდრე დღეს არის? დაჩქარება ალბათ ეტაპობრივად უნდა განვითარდეს ყველაფერი და დაჩქარება როგორც სხვა სექტორებს აქაც არ არის ალბათ ლამაზი და სასურველი, იმიტომ რომ ეტაპობრივად უნდა გავიაროთ ყველა საფეხური, რაც გადახტომა ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ სწორად განვითარებისთვის. სახელმწიფოს ჩართულობა არის უდიდესი,
გამოვყოფ კიდევ გამეორდები რომ ღვინის ეროვნული სააგენტო აკეთებს მაქსიმუმს რაც შეიძლება რომ დაეხმაროს მცირე და დიდ მწარმოებლებს ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ქართული ღვინის შესახებ იწერება ძალიან ბევრი საინტერესო სტატიები ასევე ონლაინ ცნობილ პლატფორმებზე არის უკვე ქართული ღვინო ეს არის Vivino, Vinogy, Wine Search, ანუ ყველგან სადაც სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მოესურვება ადამიანს რომ ღვინის შესახებ ინფორმაცია გაიგოს ქართული ღვინო ამ ყველა პლატფორმაზე არის წარდგენილი და მაქსიმალურად ხდება ამ პლატფორმების პოპულარიზება ქართული ღვინის მხრიდან. მარი, სწორედ იმ კითხვას მივახვილეთ რომლის დასმაც მინდოდა ეს არის საერთაშორისო კონკურსები, აი როგორ ხდება ჩვენი პრეზენტაცია იქ და საერთოდ რა გზას გადის ღვინო ამ კონკურსამდე და რამდენად გვაღიარებენ კონკურსებზე. გასაგებია რომ ერთი აი პირად საუბრებში ჩვენ გვაღიარეს და ეს დადგინდა ისტორიულად რაღაც არქეოლოგიური გათხრებით რომ ჩვენ ვართ სამშობლო მეცნიერულადაც კი ბატონო მაგრამ კონკურსებზე რამდენად მყარად ვდგავართ და საერთოდ რამდენად პრეზენტაბელურები ვართ იგივე ფრანგულ, იტალიურ და სხვა ქვეყნის ღვინოებთან წლის განმავლობაში ტარდება ძალიან ბევრი საერთაშორისო კონკურსი საერთაშორისო კონკურსები ჩატარდა, უბრალოდ კონკურსის ჩატარება გულისხმობს, რომ ნიმუშს აგზავნი, აი ისედაც კონკურსებზე ნიმუშს ვაგზავნით და შემდეგ შეფასებას ვიღებთ იქ ძალიან ცნობილი და წონიანი ღვინის მაგისტრების მიერ. ქართული ღვინო ყოველთვის იყო ხოლმე და ეხლაც პანდემიის დროსაც ყოველთვის არის ხოლმე წარდგენილი სხვადასხვა მწარმოებლების მხრიდან ამ კონკურსებზე და ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე კონკურსის შედეგებს რო გებულობ, რომ ყოველთვის რაღაც მოწინავე პოზიცია, რაღაც ყოველთვის გამორჩეული პრიზი, გამორჩეული კონკურსის შედეგი გვაქვს ხოლმე და ეს ძალიან მიხარია, ვამაყობ და ბედნიერი ვარ ხოლმე ამით, რომ ქართული ღვინო გამოირჩევა ხოლმე საერთაშორისო კონკურსებზე არის რამდენიმე 1000 ნიმუში და ამ რამდენიმე 1000 ნიმუში და როცა გამოიყოფენ ხოლმე ცალკეულად რომ ქართული ღვინო არის არ მინდა განსაკუთრებულად აი ეს ამ პოზიციაში განსაკუთრებულად ქართული ღვინის აღიარება ხდება ეს ეროვნულად ძალიან ესეთი ამაღლებელია ხოლმე და ამ დროს ვარ ძალიან გახარებული ბედნიერი და ეს ფუფუნება გვაქვს იმიტომ რომ ქართველი მწარმოებლები ყოველთვის იღებენ მონაწილეობას ნუ პანდემიიდან გამომდინარე კი რაღაც თარიღები შეიცვალა მაგრამ მაინც ახერხებენ აგზავნიან ღვინოებს ხდება ჩვენი სახელით საქართველოს სახელით ღვინის კონკურსებში წარდგენა და საინტერესო ჯილდოების მე დათვალა ამოღება საქართველოში მე ძალიან მესიამოვნა ეს მიდგომა და თქვენი ემოცია ახლა რომელიც წამოვიდა ამ აღიარებებთან დაკავშირებით იმიტომ რომ ეს არის რიგითი პატრიოტის ემოცია რომელიც ალბათ ყველას გვეუფლება თუმცა თქვენ ხართ ამის უშუალო მონაწილე და ჩვენ ცოტა გვიან ვიგებთ ამას ან ტელევიზიით ნუ რადიო ეთერით და ერთგვარად ყოველ აი ამ თლიანად ამ ემოციის გათავისება რიგით მოქალაქეს უჭირს და იმედი მაქვს რომ ჩვენ უფრო და უფრო ჩავერთვებით ისევე როგორც გულშემატკივრობთ ჩვენი საფეხბურთო ნაკრებს და უშუალოდ რაგბის ნაკრებს აი სწორედ ამ დოზით ვიქნებით ჩართული როცა ქართული კომპანია რაღაც საერთაშორისო დონის აღიარებას მიიღებს მე მინდა ერთ მტკივნეულ საკითხს შევეხო რომელიც არც თუ ისე შორეულ წარსულში იდგა საქართველოში და ჩვენ არ ვართ პატარები რომ არ გვახსოვდეს მახსოვს ერთი პერიოდი იყო დაახლოებით 15 წლის წინ 10 წლის წინ ქართულ რესტორნებში და მაღაზიებშიც მათ შორის ხარისხიანი ღვინის პრობლემა იდგა არავინ არ ენდობოდა რესტორნის ღვინოს, აი გაიხსენებენ ახლა ჩვენი თაობის წარმომადგენლები, როცა მიდიოდი ყოველთვის მიგქონდა საკუთარი რაღაც ბოცით ღვინო, 20-იანები, რაღაც ძმაკაცის ან ათესავის გამოგზავნილი, რომელიც იცოდი და დარწმუნებული იყავი რომ არის ნატურალური და წვენი და ასე შემდეგ. ანუ ხდებოდა ღვინის ფალსიფიკაცია და გაბითურება, მოდი ასე ვიტყვი, ამ სიტყვას გამოვიყენებ. და ვაკვირდებით დღევანდელ მოცემულობას იგივე რესტორნებში, ზუსტად იგივე რესტორნებში, იგივე მაღაზიებში, საკმაოდ ჭარბად ჩანს ხარისხიანი ღვინო. ეს უბრალოდ მე როგორც მომხმარებელს მეჩვენება თუ რეალურად ქართულმა ღვინომ განიცადა ტრანსფორმაცია და გახდა უფრო ხარისხიანი და აწია, ესე ვთქვათ, საკუთარი საზომი ხარისხისა უფრო მაღლა. აი, მარი, თქვენი შეფასება როგორ იქნება? იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ღვინო გადის უმეტესი ნაწილი მაინც ექსპორტზე გადის. ექსპორტზე გატანილი ღვინო ფასდება
ძალიან მკაცრ სადეგუსტაციო კომისიას გადის, ასევე თავის ლაბორატორიულ დასკვნებით არის წარდგენილი და ისედაც ტენდენცია იმის რომ ვაწარმოოთ ქართული ხარისხიანი ხარისხზე ორიენტირებული ღვინო უკვე წინა ხაზი არის წამოწეული ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თვითონ არც კომპანიას, არც მწარმოებელს უკვე აღარ უნდა რომ მარტო კონდეს რაოდენობა, თავი არის უკვე ხარისხი, იმიტომ რომ ჩვენ კონკურენცია უნდა გავუწიოთ ხარისხით. და ხარისხზე ორიენტირება ნიშნავს, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მივიღოთ მაღალხარისხიანი სასმელი, რომელიც ჩვენ კიდე ხას გვისმევს, რომ ვართ ღვინის სამშობლო. ესე იგი, გამოდის, რომ კონკურენციამ როგორც შიდა, ისე გარე ბაზარზე უზრუნველყო ღვინის ხარისხის აწევს. გვაიძულა, ესე ვთქვათ, უხეშად, უფრო და უფრო ხარისხიანი ღვინის წარმოება. და გაჩნდა ძალიან ბევრი პატარა მწარმოებელი, რომელიც ძალიან საინტერესო პროდუქტს ქმნიან და დარწმუნებული ვარ, რეზერვში ეს ღვინოები არის წარმოდგენილი. როგორც რეზერვში, ასევე ვინოტელის ღვინის მარანში გვაქვს მცირე მეწარმეების ღვინოებიც, რომლებიც წლიდან წლამდე ცდილობენ გაუმჯობესონ, ხარისხზე ორიენტირებულნი გახდნენ და უფრო კარგი და საინტერესო ღვინოები აწარმოონ. ასევე ცდილობენ, რომ მცირე და უნიკალური ჯიშები, რაც არის შემორჩენილი, მისგან აწარმოონ ღვინოები და უფრო პოპულარული, გადაშენებას პირას, ასე რომ ვთქვათ, უხეშად, გადაშენებას პირას მყოფი ჯიშები წინ წამოწიონ, გაგვაცნონ და შეგვაყვარონ, რომ მოთხოვნაც უკვე გაიზარდოს მე ამ ღვინის მიმართ ჩვენი მხრიდან. კითხვა უნდა დაგისვათ ასეთი, ვინაიდან აი ამ ესე ვთქვათ ღვინის ორომტრიალში ხართ ყოველდღიურ რეჟიმში, თქვენი დაკვირვებით და მცირე მეწარმეები ახსენეთ ახლა თქვენ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, ნაცნობი, უბრალოდ ადამიანი, ვიზეც მსმენია, რომ აქვს საშუალება კახეთში იმიტომ რომ კახეთი ყველაზე მოსავლიანია ყურძნის თვალსაზრისით და ძალიან საინტერესო ტერიტორია, გააშენოს ვენახი, გააკეთოს პატარა მარანი და ცდილობს აქციოს ბიზნესად. რამდენად რეალურია, ჩემი კითხვა ამაში მდგომარეობს, რამდენად რეალურია მცირე ღვინის ბიზნესმა ადამიანს მისცეს მოგება დღეს საქართველოში, ანუ თქვენი დაკვირვებით ეს პატარა ბიზნესები და საამქროები თუ როგორ უწოდებთ არის ღვინის მარნები, მოდი, ხო, სწორი მარანია, ესე იგი ახერხებენ თუ არა საკუთარი თავის რჩენას და აქვს თუ არა აზრი პატარა გაბარიტებით ღვინის წარმოებას, თუ აუცილებელია მიიღო რაღაცა დიდი დაფინანსება, ინვესტორი შემოიყვანო და გააკეთო დიდი ქარხანა იმისთვის, რომ შენს მუშაობას კონდეს აზრი და არა მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა. საკმაოდ ძალიან პოპულარული არის ბოლო პერიოდში შეინიშნება მცირე მეწარმეების, მცირე მარნების გამოჩენა, წინ წამოწევა, მათი პროდუქციის საკმაოდ მაღალი შეფასებით წარდგენა მათი პროდუქციის, როგორც ქართულის საერთაშორისო ბაზრებზე. მარტო ღვინის წარმოება, როდესაც ღვინის წარმოებას იწყებ, აქ ბიზნესი არ ფიქრობ, თუ არ გინდა, ესე ვფიქრობ, მე შეიძლება რაღაც ობიექტური მიდგომა ჩემი, მაგრამ თუ არ გიყვარს, თუ არ გინდა და რაც გულიანად არ უდგები ამ ღვინის წარმოებას, ამ მარნის შექმნას, ციფრებზე გათვლილი მეღვინეობა და მეურნეობა ვერ გიქნება. მესმის, მაგრამ მინდა შეგაწყვეტნოთ ბოდიშვიხთი, ესე იგი ფაქტურად შენი მთელი შენი რესურსი, როგორც ფინანსური, ისე გონებრივი, ისე ფიზიკური, უნდა ჩადო ამ საქმეში და თავიც ხომ უნდა ირჩინო ადამიანმა. ანუ სწორედ ამიტომ დავსვი ეს კითხვა. რამდენად ადეკვატურია ეს ჩადებული ენერგია და ფინანსები იმისა, რასაც გვაძლევს ეს მარანი, თუნდაც მცირე ზომის. როდესაც ხარისხზე ვართ ორიენტირებული, ადეკვატურია. ანუ ბაზარზე მოთხოვნა არის, იმდონის რომ ჩვენ მცირე მარნების ხარისხიანი ღვინოები. ძალიან კარგი. რეკლამაზე გავდივართ, შემდეგ ჩვენი გათამაშების დროა და დავბრუნდებით სამომავლო გეგმებზე სასაუბროთ, ასე რომ გვისმინეთ ეს მომავალი თაობის ბიზნესია. რეკლამა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორი გთავაზობთ ბიზნეს იპოთეკურ სესხს 100,000 ლარამდე 10 წლიანი საკრედიტო ხაზით და უდასტურებელი შემოსავლებით. დაგვიკავშირდით 2 363 375. რადიო ჩვენებურის სარეკლამო სამსახური 2 38 18 90. რადიო ჩვენებურის პირდაპირ ეთერშია ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. გადაცემის სპონსორია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი.
Kaspersky. გააქტიური მომავალი. ჩვენ შეგნებულად რეკლამად რომ არ ჩაგვეთვალოს ავარიდეთ თავი დღეს საუბარს კონკრეტულ ბრენდებზე, თუმცა ძალიან ბევრი აღიარებული ბრენდია უკვე საქართველოში, რასაც მივესალმებით. ახლა მოდით ცოტა ხნით სენელები გავახაროთ და ინფორმაციის გარდა პრიზიც გადავცეთ. დღეს ჩვენთან გათამაშდება პრიზი კომპანია Kaspersky-სგან, ამისთვის საჭიროა თქვენ მეგობრებო უბრალოდ დაგვირეკოთ ნომერზე 238 18 90. ზარი უკვე შემოდის, თუმცა კითხვა ჯერ არ დამისვამს, ამიტომ დაგველოდეთ მეგობრებო და შემდეგ გადმორეკეთ 238 18 90-ზე კითხვის დასმის შემდეგ. რაც შეეხება პრიზებს, დღესაც უპრიზოთ არავის გაუშვებთ, სწორი ან არასწორი პასუხის შემთხვევაში, ორივე შემთხვევაში თქვენ გეკუთვნით პრიზი კომპანია Kaspersky-სგან. სწორი პასუხის შემთხვევაში ეს არის ყურსასმენები, ასეთი მწვანე ფერის, რომელიც გამოგარჩევთ მასაში, არა მხოლოდ ვიზუალით, არამედ მისი მუსიკის ხარისხით. ეს ძალიან სათუთი პრიზია ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მუსიკის ყურსასმენებით მოსმენა და ახლაც სწორედ ყურსასმენებით ვესაუბრები საკუთარ თავს ამ შემთხვევაში. მეორე სანუგეშო პრიზი ეს არის ფლეშ ბარათი, ეგრეთ წოდებული USB ბარათი, რომელიც გადმოგეცემათ იმ შემთხვევაში თუ არასწორად გამცემთ პასუხს. ძალიან მარტივი კითხვა და მარტივი სამი სავარაუდო პასუხია მოცემული. რა ეწოდება კომპანია Kaspersky-ის სერვისს, რომელიც ავტომატურად ცნობს თაღლითურ ნომრებს, სხვადასხვა ტიპის სპამს და ბლოკავს მათ. გავიმეორებ კითხვას, რა ეწოდება კომპანია Kaspersky-ის სერვისს, რომელიც ავტომატურად ცნობს თაღლითურ ნომრებს, სხვადასხვა ტიპის სპამს და ბლოკავს მათ. პირველი სავარაუდო პასუხი. Kaspersky Who Calls, მეორე პასუხი. Kaspersky Safe Kids და მესამე პასუხი. Small Office Security. ვინც ყურადღებით გვისმენს და ასე ვთქვათ, ადევნებს თვალყურს ჩვენს გადაცემას, პასუხი ნათელია. გავიმეორებ, რა ეწოდება კომპანია Kaspersky-ის სერვისს, რომელიც ავტომატურად ცნობს თაღლითურ ნომრებს და სხვადასხვა ტიპის სპამს და ბლოკავს მათ. Kaspersky Who Calls, Kaspersky Safe Kids თუ Kaspersky Small Office Security. დაგვირეკეთ მეგობრებო, აი ამ წუთიდან შეგიძლიათ უკვე დაგვირეკოთ 238 18 90. გამარჯობა. ალო. მოგესალმებით. გამარჯობა. ვინ გვირეკავს? ელენე. როგორ ბრძანდებით? კარგად მადლობ თავად. კარგად, ელენე, ჩვენს გადაცემას თუ უსმენდით? კი, უსმენდი. ღვინო თუ გიყვართ? რა თქმა უნდა. და ღვინოსთან ერთად ალბათ მუსიკის მოსმენა გეყვარებათ, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ყურსასმენებისთვის დარეკეთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ გააქვთ სწორი პასუხი თუ ორჭოფობთ? ვორჭოფობ, უბრალოდ მინდა გამიმეოროთ კითხვა. კითხვა, ესე იგი, რა ეწოდება კომპანია Kaspersky-ის სერვისს, რომელიც ცნობს თაღლითურ ნომრებს, სპამს და ბლოკავს მათ. სამი პასუხია და თქვენ ერთ-ერთი უნდა არჩიოთ. Kaspersky Who Calls, Kaspersky Safe Kids და Small Office Security. თუ ინგლისური იცით, პასუხი მარტივია. მესამე ვარიანტი. Small Office Security ბლოკავს თაღლითურ ნომრებს და სხვადასხვა ტიპის სპამს. პირველი. თუ მეორე. აბა რომელი უფრო? პირველი, მეორე თუ მესამე? ელენე დაიბნა. მოდი კიდევ ერთხელ ჩამოყალიბდით. მე ვარიანტებს გეტყვით. Kaspersky Who Calls, Kaspersky Safe Kids და Kaspersky Small Office Security. რომელია სწორი პასუხი? პირველი. დარწმუნებული ხართ? დიახ. კი ბატონო. აპლოდისმენტები. გილოცავთ? დიახ, ჩემი მისიაც ასეთია, უნდა დაგაბნიოთ, რომ ყურსასმენი ჩვენთან დარჩეს, თუმცა ეს ყურსასმენი თქვენია და ჩემი ეთერის დასრულების შემდეგ ჩვენ აუცილებლად დაგიკონტაქტებით, გადმოგვირეკეთ უბრალოდ ელენე თქვენ და აგიხსნით სად და როგორ მიიღოთ კუთვნილი ყურსასმენი. მადლობა რომ გვისმენთ და იღებთ მონაწილეობას. წარმატებები. დავემშვიდობეთ ელენეს და დროებით, იმიტომ რომ გავესაუბრებით მოგვიანებით, მე კი დაუბრუნდებით ჩემს დღევანდელ სტუმარს. სტუმარი კი გახლავთ კომპანია რეზერვის, ვინოტელის და ქართული ღვინის გილდიის საზოგადოებრივი ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი მარი ჭყოიძე. მარი, სანამ დაგემშვიდობებოდით, ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ პერსპექტივებზე, მოლოდინებზე და ამ რეალობიდან გამომდინარე 21 წელის იმედი აქვს მთელ მსოფლიოს და მათ შორის ალბათ თქვენს ბიზნესებსაც.
რას ველოდოთ პირველ რიგში ვინოტელისგან და შემდეგ მივყვეთ ღვინის გილდია და რეზერვი. რა მოლოდინები აქვს ამ კომპანიებს 2021-ისგან და საერთოდ როგორ წარმოგიდგენიათ პანდემიის შემდგომი ღვინის ბიზნესის განვითარება თქვენი გადმოსახედიდან? ადაპტირება ძალიან საჭირო იქნება და რთულიც 2021 წელი იქნება ახალი გამოწვევების წელი ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით და მივეჩვიოთ და ვისწავლოთ ამ ყველაფერის იმ ეტაპიდან დაწყება, სადაც გავჩერდით, მაგრამ ეს აუცილებელია. სიახლეები ამ ეტაპზე გვაქვს ის, რომ ვინოტელისთვის, როგორც სასტუმრო და ტურისტულ სექტორში ჩართული მიმართულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული მიმართულებების გახსნა, ტურიზმის აღდგენა, შემოყვანა ტურისტების შემოყვანა, რაც ალბათ განაპირობებს უკვე ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რამდენად უსაფრთხო იქნება ჩვენი გარემო, რომ ტურისტი შემოვიდეს, მიიღოს მის მომსახურება, რაც სურს და დაათვალიეროს საქართველოს და მიიღოს დანარჩენი ყველა მომსახურება. ვცდილობთ, რომ ახალი მიმართულება არა, მაგრამ ახალი ბრენდით წარსდგეთ, რაღაც სიახლეები გვაქვს აქაც დაგეგმილი. საუბარია ვინოტელზე. ვინოტელზე. ბრენდი ღვინოს ეხება ის. ღვინოს ეხება ახალი პროდუქტით წარმოვდგებით 2021 წელს და საინტერესო იქნება ყველა შეფასება, რა თქმა უნდა. იმედი მაქვს შევაფასებთ და აუცილებლად გაგიზიარებთ ამ შეფასებას. რაც შეეხება ღვინის გილდიას და სწავლებას ზოგადად ღვინოსთან მიმართებულს. ღვინოსთან მიმართებაში სწავლებას ამას ვაგრძელებთ და მუშაობთ ამ ეტაპზე ახალი სასწავლო პროგრამის დანერგვაზეც. მესამე სასწავლო პროგრამა დაგვემატება, რომელიც დარწმუნებული ვარ გაივლის სახელმწიფო აკრედიტაციას და გვექნება უკვე მესამე მიმართულება. შეგვიძლია ვთქვათ რა მიმართულებაზე? მე ვენახება მეღვინეობის სწავლება გვექნება სასწავლო პროგრამა, რომელიც ფიქრობთ, რომ არ შეგვიშლის ალბათ ეს პოსტპანდემიური სიტუაცია დავიწყებთ მაგ დროს, მაგრამ ამასობაში ან პანდემიის დროს აქტიურად მუშაობთ, ეს არ არის რომ გაჩერებულია და რაღაც სწავლა არ მიმდინარეობს ამ ეტაპზე, მაგრამ ის უხეშად რო ვთქვათ, შავი სამუშაო, რაც არ ჩანს, მაგრამ აქტიურია და მნიშვნელოვანი არის, რომ გამოჩნდეს და გასაკეთებელია. მუშაობთ, ონლაინ ვახერხებთ ამ ყველაფერს და ვცდილობთ, რომ ბევრი სიახლით და საინტერესო და საჭირო სიახლეებით დავბრუნდეთ, როდესაც უკვე გვექნება ამის საშუალება. და ალბათ იგივე ტურისტების და ტურიზმის აღდგენასთან არის დაკავშირებული კომპანია რეზერვის ბიზნესიც და მისი შეეხება რეზერვს, აქ ცოტა სხვა მიმართულება გვაქვს. სახელიდან გამომდინარე უკვე გვაქვს ახალი პლატფორმა, რომელსაც ვამუშავებთ და მიმდინარეობს დახვეწა. გვექნება კონცეფცია რეზერვები რეზერვში, რაც გულისხმობს სარეზერვო ღვინოების განთავსებას ჩვენ სივრცეში, უნიკალური ღვინოების, რომლებიც არის დარჩენილი მხოლოდ რამდენიმე. ვქონდა ვატარებთ ამ სამუშაოებს, დავდივართ მარნებში, ვეცნობით, სინჯავთ, ვაკეთებთ ამ ყველა სასურველი ღვინის აღწერის განთავსებას საიტზე, რომელიც ძალიან მალე გამოვა, უკვე ახალი პლატფორმით იქნება წარმოდგენილი და გამოვა და გაეცნობა ვებგვერდის საშუალებით, სადაც იქნება ასევე ონლაინ პლატფორმაზე მოხდება ონლაინ აუქციონები, რომ ქართული ღვინო რეზერვის ქართული ღვინოები იყოს ცნობილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ამაზე ძალიან ბევრს მუშაობთ და ეტაპობრივად ყველაფერს წარმოგიდგენთ. ხოლო თვითონ რეზერვში სადეგუსტაციო სივრცეში ვაპირებთ უკვე გასტრონომიული მიმართულების დამატებას, რაც გულისხმობს, რომ გვიყვარს ქართველებს. ყველა ნატურალური ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციიდან შექმნილი კერძების წარმოდგენა მომხმარებელთან და მათი შეფასება, დაგემოვნება იქ არსებულ ღვინოებთან.
ღვინოებთან ერთად. მარი, თქვენ აუქციონი ახსენეთ, ანუ რაც ნიშნავს, ესე ვთქვათ, მაღალ ფასზე ასვლას, როცა რაღაც ნივთს ყიდით ან ღვინოს ამ შემთხვევაში. კითხვა გამიჩნდა, ყველაზე ძვირადღირებული ღვინო, კონკრეტულად ღვინის დასახელებას არ გთხოვთ რეკლამაში რომ არ ჩაგვეთვალოს, აი ფასი მაინტერესებს, ერთი ბოთლი რამდენად შეიძლება გაიყიდოს ღვინო ზოგადად საქართველოში, ყველაზე ძვირადღირებული, მაგალითად, ზედაზღვარი რა არის ღვინის ღირებულების. ესე ზუსტად ციფრი რო დაგისახელოთ გამიჭირდება, მაგრამ გვაქვს ქართული ღვინოები, რომელიც 1000 და ზემოთ არის ლარზია საუბარი, კი. ქართული ღვინოები. მე მეცველოდი სიმართლე გითხრათ. მაგრამ ალბათ შემდეგ ეტაპობრივად განვითარდება ესეც, დაინტერესდება ხალხი, რომ რატო არის რეზერვი ასეთი საინტერესო, რატო უნდა გავსინჯოთ ზუსტად ის დარეზერვებული ღვინოები და აი ამის კულტურა ნელა-ნელა ალბათ დაიხვეწება და კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ვინ უფრო აფასებს დარეზერვებულ ღვინოებს? ამ შემთხვევაში უცხოელები თუ ქართველები? პანდემია რომ დავივიწყო და ცოტა უკან გადავახვიოთ დრო. აი მოთხოვნა დარეზერვებულ ღვინოებზე საქართველოში უფრო დიდია თუ ექსპორტზე გააქვთ თვითონ უпроსად მიაქვთ ესე ვთქვათ უცხოელ ტურისტებს? საქართველოში, იმიტომ რომ ვიცით რას ნიშნავს საფერავი 2007 წლის, 2008 წლის, როგორი გემოვნური თვისებები აქვს ამ დროს უკვე განვითარებული, რა პოტენციალი აქვს ამ ღვინოს და ვიცით ქართველმა მომხმარებელმა რას ნიშნავს კარგად დავარგებული, კარგად და სწორედ შენახული ღვინის შეძენა და დაგემოვნება. იმედი მაქვს ჩვენი რადიოს საფერავს დააგემოვნებთ და გაგვანდობთ ესე ვთქვათ თქვენს გამოცდილებას და ასევე გვირჩევთ როგორ ჯობია ამ ღვინის წარმოება მომავალში. ძალიან დიდი მადლობა მარის სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო ექსკურსია იყო დღეს ღვინის სამყაროში. მე ძალიან მიხარია რომ მიუხედავად იმ გამოწვევებისა რაც ღვინომ ასევე მიიღო პანდემიის დროს თქვენი განწყობა არის ოპტიმისტური და ეს ფაქტიურად მე როგორც ხვდები ეს არის ზოგადად ღვინის ბიზნესის განწყობა დღეს საქართველოში, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრ ბიზნესს გაქვთ შეხება და მეღვინეებთან და იგრძნობა ის ასე ვთქვათ ოპტიმიზმი, რომელიც ყოველ შემთხვევაში 2021 წლისთვის შევინახეთ ჩვენ და ველოდებით მის დადგომას. გამოწვევების წინაშე ვიქნებით 2021 წელს, მაგრამ ერთად ყველაფერს გადავლახავთ. ძალიან კარგი. აი ასეთი შემართებით აუცილებლად დავძლევთ პანდემიას. მე მინდა შევახსენო მსმენელებს, რომ დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ კომპანია ვინოტელის, ქართული ღვინის გილდიის და რეზერვის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი მარი ჭყოიძე. მარი, მადლობა სტუმრისთვის და იმედი მაქვს არაერთხელ შევხვდებით ქართულ ღვინოზე სასაუბროთ ან სხვა სტუდიაშიც. მადლობა ძალიან დიდი თქვენს. წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ქართულ ღვინოს. მე გემშვიდობით მეგობრებო, ორ შაბათამდე ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს მომავალი თაობის ბიზნესში. მადლობა ყურადღებისთვის. ეთერს ბეგი უძღვებოდა. ეს რადიო ჩვენებურია. კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი წარმოგიდგენთ ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე. რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი საქართველოში? კრიზისიდან გამოსვლის გზები ახალი რეალობის პირობებში. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კომპეტენტური აზრი და გადაწყვეტილებები პირდაპირ ეთერში. ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე. მომავალი თაობის ბიზნესი. ჩვენებურზე. კასპერსკი. გააქტიურე მომავალი.